ვერანაირი პატიმრობა, ვერანაირი ჯარიმა, ვერანაირი დარბევა ვერ მოახდეს ჩვენზე იმ გავლენას, რაც ჩანაფიქრით შეიძლება კონდეს დე-ფაქტო მმართველს. ამის შესახებ ვახო სანაიამ განაცხადა, რომელიც ორკვირიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა. მას იზოლატორთან ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ. სანაია 22 ივლისს დააპატიმრეს სოციალურ ქსელში ქართული ოსნების წევრებზე დაწერილი პოსტის გამო. გადაწყვეტილება კი სანქცირებულმა მოსამართლემ ზვიად ცეკვავამ გამოაცხადა. მანამდე Facebook-ზე დაწერილი პოსტისთვის სანაია 6000 ლარითაც დააჯარიმეს. ქეთი ნადიბაიძე უერთდება ფორმულას ეთერს. ქეთი გისმენთ. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ვახო თავს კარგად გრძნობს ფორმულას მაყურებლისთვის ვიტყვი, რომ ის პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ვახო თავს კარგად გრძნობს ფორმულას მაყურებლისთვის ვიტყვი, რომ ის ორკვირიანი პატიმრობის შემდეგ უბრუნდება პროფესიული მოვალეობის შესრულებას და როგორც იზოლატორის დატოვების შემდეგ კოლეგებს განგვიცხადა, არაფერი შეიცვლება არც მის ტონში, არც მის კრიტიკის ხარისხში ქართული ოსნების ხელისუფლების მისამართით, რომელიც დღეს ცდილობს ამგვარი სადამსჯელო ზომებით გააჩუმოს არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება. აღნიშნა ისიც, რომ ის არაპირებს ამ სამართლებრივი პროცესის გაგრძელებას, ანუ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას, რადგან ეს არ მიაჩნია სამართლებრივ პროცესად. მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ახლა არის პოლიტიკური რეპრესიების ერთ-ერთ ეტაპზე. ვერანაირი პატიმრობა, ვერანაირი ჯარიმა, ვერანაირი დარბევა ეს ჩვენზე ვერ მოახდენს იმ გავლენას, რა ჩანაფიქრით შეიძლება კონდეს ამ ქვეყნის დე-ფაქტო მმართველს. იმიტომ რომ რამდენჯერაც არ უნდა ჩაგვსვან ციხეში, რა ჯარიმაც არ უნდა გამოწერონ, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება. მე ყველას შევახსენებ ჩვენს სლოგანს, ძალიან მარტივი, გასაგები და მკაფიო სლოგანია ბოლომდე. სულ ბოლომდე გამარჯვებამდე. ეს რეჟიმი არის განწირული, იმიტომ რომ შეეჭიდა ისეთ რაღაცებს, აი მაგალითად შეეჭიდა იმას, რაც ვერ მოახერხა კაცობრიობის ისტორიაში ვერავინ, რომ აი აუკრძალოს ადამიანებს ლაპარაკი, აუკრძალოს წერა. ჩვენ მაინც დავწერთ, მაინც ვილაპარაკებთ, მაინც გამოვთქვამ ჩვენს აზრს და სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი იარაღი, რომ ჩვენ გამოვთქვათ ჩვენი აზრი. დავწერ, ბევრჯერ დავწერ, იმდენჯერ დავწერ, რამდენჯერაც მომესურვება და მოდი მარტივი შეკითხვა დაუსვას თავის თავს ივანიშვილმა. აი რა მიიღო ახლა იმით, მე რომ დამაპატიმრა გარდა იმისა, რომ თავისი მარიონეტის სახელი კიდევ უფრო დამკვიდრდა ამ საზოგადოებაში. აქ იმისთვის არ ვშარვა რომ გამოვიდე და რამე არ დავწერო. აქ იმისთვის ვიჯექი რომ ვწერ და ვლაპარაკობ და კიდევ დავწერ და კიდევ ვილაპარაკებ. მე საზოგადოებას შევახსენებ, რომ ვახო სანაიამ მცხეთის იზოლატორში გაატარა 14 დღე Facebook პოსტის გამო, რომლის ადრესატები არიან შალვა პაპუაშვილი, ლადო ბოჟაძე. 2 კვირის წინ მიიღო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება და დაუშვა პირველი პრეცედენტი, რომ 2 კვირიან პატიმრობაში გაუშვა ჟურნალისტი Facebook პოსტის გამო. ამის შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც გაგრძელდა ეს პროცესები და შინაგან საქმეთა სამინისტროს ეგრეთ წოდებული სქროლვა სქრინვის სააგენტოს საქმიანობა. ამის შემდეგ კიდევ არაერთი ადამიანი აღმოჩნდა ციხეში, მათ შორის არის მაგალითად ექიმი გიორგი ახობაძეც, რომელიც 25 დღიან სასჯელს იხდის სწორედ მცხეთის იზოლატორში. ახლა ის აი ამ დაწესებულებაში იმყოფება, რომელიც ცოტა ხნის წინ დატოვა ვახო სანაიამ. დღეს მისი კოლეგები, რომლებიც მას დახვდნენ იზოლატორთან, აცხადებენ, რომ ეს სადამსჯელო ზომები, რომელსაც ქართული ოცნების ხელისუფლება მიმართავს კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ, არ ეხება და არ უკავშირდება მხოლოდ ჟურნალისტებს, არამედ მთელ საზოგადოებას, ნებისმიერი პროფესიის ადამიანს, რომელიც გაბედავს და პარტიისთვის არ მოსაწონ პოზიციებს დააფიქსირებს ან ნაბიჯებს გადადგამს. მე მგონი ქართულმა ოცნებამ დიდი ხანია იფიქრა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზოგადად თავისუფალი პროფესიები ამ ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს. ზოგადად თავისუფლება არ უნდა არსებობდეს. ახლა საფიქრალი და დილემური გადაწყვეტილებები მისაღები აქვთ იმ ადამიანებს, გვაქვს იმ ადამიანებს, რომლებიც თან ჩვენს პროფესიას ვემსახურებით და ამავე დროს ვხედავთ, რომ ქვეყანა ხელიდან გვეცლება, თავისუფლებას ვკარგავთ, მონობა ხდება ჩვეულებრივი მოვლენა და მეტიც ახალისებული. ვახოს აქციელი ამ თვალსაზრისით, ხო, შეიძლება ბევრისთვის წინააღმდეგობრივი იყოს, მაგრამ ცოტა უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში თუ გავხედავთ, ან რაიმე პროფესიულ კი არა, რაიმე ეთიკა საერთოდ რა აზრი აქვს,
იმ შემთხვევაში თუ კი აღარც ქვეყანა გაქვს, აღარც ის საქმე, რომელიც ძირითად ღირებულებას თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლებისათვის სამსახური წარმოადგენს. ამიტომ ჩვენ ხელისუფლებისგან რაიმეს ახალს და მოულოდნელს აღარაფერს ველით იმას, რაზეც ჩამოყალიბდება ქართული საზოგადოება, რომლის უკეთ ინფორმირების, ჩამოყალიბებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მობილიზებისთვისაც დამოუკიდებელ ქართულ მედიას ყოველთვის ჰქონდა მნიშვნელოვანი როლი და წვლილი და აქვს კიდეც. და ვახო ამ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჩვენი კოლეგა და მეგობარი არის. ქართულმა ოცნებამ დაამკვიდრა საქართველოში სიძულვილის ენა. მე ყველას თხოვე ხა ვინც ტელეეკრანებთან ზის და უყურებს ჩვენ ინტერვიუს. დიტო სამხარაძის გვერდზე შევითნენ, მოიძიონ მისი გამონათქვამები. უბრალოდ მართლყურში არ არის შესაშვები მათი სახე, ქართული ოცნების სახე, რასაც იწერება, როგორც იგინება, ნახონ გიორგი გამსახურდიას პოსტები. უბრალოდ მის ციტირებას მე ნამდვილად ვერ გავაკეთებ. რაც ხდება პროტესტის მხრიდან, რაც ხდება, ის რაც ხდებოდა საკრებულოს წინ, ეს არის აი ამ ფარისევლობის სიგიჟის გაპროტესტება. ვერ მუშაობს. პირდაპირ მინდა გითხრათ, ახლა ვახოსანაიაზე და ისეთ ადამიანებზე, როგორც ვახოა, გიორგი ახობაძე, ეს ვერ იმუშავებს. ბიძინა იმაშვილი შემიძლია დავაიმედო. ვერ იმუშავებს ბიძინა შენი მეთოდები. ცნობილი გამონათქვამი რომ მოგიწველ და მეთოდები ნიკანდრო გამორიცხულია რომ თავისუფალ სიტყვას ბიძინა იმაშვილმა მოუგოს. დონ შეგვიძლია დაგვაპატიმრონ, ყველაფერი გაგვიგეთონ, მაგრამ თავისუფლების სურვილი ქართველებში არის ძალიან ძლიერი. ამის სიმბოლოა დღეს ვახოსანაია და გიორგი ახობაძე. ქართული ოცნების ლიდერები ბოლო პერიოდის განმავლობაში აღნიშნავენ, რომ ისინი კმაყოფილები არიან აი ამ ახალი პრეცედენტებით, რომელიც Facebook პოსტების თუ კომენტარების გამო ადამიანების დასჯით შექმნეს, მათ შორის მრავალდღიანი პატიმრობით, ციხეში გაშვებით, თუმცა თავად ის ადამიანები, რომლებიც ამ სადამსჯელო ზომების ადრესატები არიან, ბიძინა ივანიშვილს ეუბნებიან, რომ მისი ეს მეთოდები არ მუშაობს და ქართული საზოგადოება არ გაჩუმდება და არ შეურიგდება იმ უსამართლობას და პოლიტიკურ რეპრესიებს, რომელსაც დღეს ქართული ოცნების ხელისუფლება ძალაუფლების შესანარჩუნებლად მიმართავს. საზოგადოებას შევახსენებ კიდევ ერთხელ, რომ 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტმა ტელეწამყვანმა ვახოსანაიამ მცხეთის იზოლატორი დატოვა, ის უბრუნდება პროფესიულ საქმიანობას.